პოლნისში ბოლოს არის 4 მანქანა ავარიაში მოყვა, დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24 ნიუსჯი ავრცელებს. მათივე ცნობით შემთხვევა სოფელ კაპანახტში მოხდა. დაშავებულები კი ბოლნისის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. რამდენიმე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს თანამშრომელზე. შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმაურება. მისი მტკიცებით პაპუნა ლოცულაშვილმა პოლიციელს ქვა ჩაარტყა. სამწუხარო ინციდენტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. ამბობს დარახველიძე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაზე. განათლების სამინისტროს სასკოლო ფორმების შემოღებას მე-7-10 კლასებშიც გეგმავს. ამის შესახებ გივი მიქანაძემ პარლამენტში განაცხადა. განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით გახარიას პარტიამ დაიბარა. ოცნებამ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს გაყიდვების კონსულტანტმა კობახიძემ, მასონების მკვლევარმა ლაშხმა და ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ. თქვა სიტყვით გამოსვლისას გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა. იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ, ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კაია კალასის მოთხოვნას. რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოსა და მოლდოვიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.